ბევრს გაუჩნდა კითხვაც, როგორ გეცდება ასეთი ანიმაცია. ახლა გავიაროთ ინსტრუქცია. ვიყენებთ ისევ პროგრამა MuseCourse, რომელიც გვაძლევს როგორც MP3, ისე MIDI ხმოვან ვერსიას. ანიმაციურ პროგრამაში შეზღუდული არის ქართული კლავიატურა, ამიტომაც ლათინურ კლავიატურას ვიყენებ დასახელებაში. ანიმაციის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ მობილური აპლიკაციით, როგორც iPhone-ისთვის, ისე Android-ისთვის. აპლიკაციას ჰქვია NoteBounce. იმისათვის, რომ ტელეფონის აპლიკაციით გავაკეთოთ სასურველი ანიმაცია, საჭიროა ჯერ სასურველი ფაილი გადმოვწეროთ ტელეფონში. იმისათვის, რომ გავაკეთოთ აპლიკაციით ანიმაცია, საჭირო არის, რომ ჯერ ამ აპლიკაციაში შევიყვანოთ ფაილი, რომელიც ჩამოვთვლით. როდესაც ჩვენთვის სასურველ პარამეტრებს დავაყენებთ, ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ვიდეოს რენდერი. იმისთვის, რომ ვიდეომ ხარისხი არ დაკარგოს, ჯობია ისევ დრაივზე ავიტანოთ მასალა. ვიდეოში სატელეფონო დევაისის ხმით რომ არ შევწუხდეთ, ამისთვის აპლიკაცია Canva-ში ვაკეთებთ სინქრონს. ჩვენს მიერ ლათინურად არქეული სახელი გამოჩნდა.